როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო მომენტი და ჩემთვის ყოველთვის დიდი განცდა არის, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის გამოწვევის მიმართ, იმიტომ რომ ხო, ყველაფერი ხდება ხა, ამდენი გადამა არის, ხო, წარმოვიდგინეთ ხა და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ხა. ასაკობის მე ბოლოს მაინც ვიხილავთ, ხო, მუსიკებში, რა თქმა უნდა, სიმღერა ქართული სული ყოველთვის ჩვენ გვერდ უნდა იყოს, ჩვენი თანხლები უნდა იყოს და ჩვენი თანამგზავრი. ამიტომ აი ეს მომენტი არის ჩემთვის ყოველთვის საინტერესო, თორე იმუშავებს სისტემა თუ არ იმუშავებს, ამაზე მე მგონი პრინციპში ადამიანი მით უმეტეს ზოგი აგერ. ხო, ახლა მომავალში პენსიაზეს გასვლის პროცესებში რო იქნება ადამიანი და იმის ეჭვებში იქნება რომ იმუშავებს არ იმუშავებს, კარგად გვიქნება საქმე, ხო? რა ვიცი, ხო, აი ეს მომენტი, აი ხო, დაწმეხვის. ორი კონტური გვაქვს, ჰელიოს სისტემა, მოგვირდებით ხო, იქ 4 ბარი. აქ უკვე ქვაბი გვაქვს გაღებული, რა თქმა უნდა, 2 ნახევარი ვინაიდან უკვე სისტემურად ეგეცოდებული ფეთქებადი გაიხსნება. აი ეს ყველაზე კაი მომენტია, ხო? ვინაიდან კი, აი იმის garaშიც არ ხდება 2-3 ხარვეზე ამასობაში. პრინციპში ვინაიდან რო წარმოიდგინეთ ხო, რამდენი სტიკი უნდა შევადუღოთ და რა უთოთი, ხო, 1 2 3 4 5. რამდენი სტიკი უნდა შევადუღოთ აი პატივცემულით ხო, რასაც ქვია. კავა, ფლუზი, დაგვავიწყდა სადმე დამუშავება, არსებულია ესეთი ფუჩეჩის გამოყენებით. დაგვავიწყდა ფუზის სასმა, გაგვიპარა. დაგვავიწყდა დამუშავება, გაგვიპარა. რამდენი ასპექტია წარმოიდგინეთ, ხო და რამდენი გადამა არის, ხო? 200-300 გადამა და მე რომ გავუშვებ სისტემაზე შენი თავის, ხო, ცოტა კურს მოიფხა. ეს არის განცდა. იმისა, საკუთარი თავის მოსწორად კი ეს იმის არა, განცდა არის საკუთარი თავის, საკუთარი პროფესიონალიზმის მიმართ. და უნდა გიხაროდეთ ეს მიმართულებები, ხო? ეს რა ვიცი, პროფესიონალი თუ ხარ, პროფესიონალებს არ მოგმართავთ, ვინაიდან პროფესიონალისთვის ეს არის რა ვიცი, დევიზი არის, ხო? ვინაიდან აი ის და ის 2 საათი, ხო? უნდა იყოს მაჩვენებელი იმისა, თუ რა წარმოადგენს მემონტაჟი, ხო? და როცა მემონტაჟი არის პროფესიონალი, კიდევ ჯერ ვიზახე ესეთი ქართული სულით მუსიკებში. აი ეს არის გულის მომხანვა. უნდა გიყვარდეს საკუთარი სფერო, ხო? და არ უნდა იყოს ეს მხოლოდ ჩამოყალიბებული და მიმართებული სტატუსით, რომ ხო, კი ბატონო, ხო? და ფინანსურად ეს ყოველთვის დამსახურებული იქნება, როცა ადამიანი აკეთებს საკუთარ საქმეს, ის ყოველთვის დამსახურებული იქნება. ამიტომ ხო, ეს არის უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ გამოწვევა. თუ არ მოგწევს საკუთარი სფერო, არაფერი არ გამოვა. მე აი ამაზე ჯერჯერობით წერტილს დავუსვანით, რომ არსებული საქმეების, კომბინირებული საქმეები არის და საინტერესო საქმეები არის. ყველა საქმე ჩვენს სისტემებში არის ყოველთვის საინტერესო და საინტერესო. ერთი მეორეზე თანმიმდევრობით რო გონია, რომ ერთი საქმე გამოვიდა საინტერესო, ეხლა ეს მეორე ბოლოა, ხო, ამასობაში ჯერჯერობით, ამ ეტაპზე ბოლო შემდეგ, ამის მე გადავინაცვლებ კიდე იქით, ხო, და კიდე იქით და კიდე იქით და კიდე იქით, ხო, ამასობაში ტენდენცია იმისა, რომ სპილენსის სისტემები და სპილენსის საქმეები არ კეთდება, ბიზია მე მგონი მაკვირდებით აქ და მე რამდენჯერაა უკვე და წამოვა ეს ტენდენცია და სხვა შორის ამაზეც უკვე კარგია და საზოგადოებას კიდე კი ბატონო, ჩემის მხრივ დავარწმუნებ იმაში, რომ PEX სისტემა, აი ეს არსებული, აი PEX სისტემა ამას ქვია და პრეს ამასობაში რომ გადავიდეს სპილენზე, დიდი სხვაობა არ ვიქნება საქმეში, მაგრამ ახლა სად სპილენზის საქმე გაკეთებული და სად PEX ისედაცაა სისტემაში, ისაც უკვე ჩავედით იატაკში. კი ბატონო, ეს უკვე უდაუარეს, მაგრამ ამასობაში სპილენზის სისტემა, ხო, კიდევ ჯერ ვიზახე ეს არის ახვეწელი სტატუსი და თქვენ პრინციპში რომ შემოდიხართ, უკვე გესიამოვნება და ამასობაში მზის კოლექტორებში, წინას არ ვიზახე, მზის კოლექტორებში ეს არის აუცილებელი, ვინაიდან ეს არის გაფართოებები, ხო, გაფართოების მიმართულება და მყარი ხო, მყარი მასალაა, ხო, სპილენზი მაგიტომაცაა, პრინციპში გაიმოგონება და უძლებს დიდ ტემპერატურას. ახლა მე მგონი ვიზუალს თქვენ თვითონაც, ხო, შეხედავთ რა იქნება და როგორ იქნება. ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახე ერთკონტურიანი ქვაბი, სისტემური, ცხელეთის მომზადება, ჰელიოს სისტემა და კონტურები. ამას მე საბოლოო ჟამს მაინც ვიხილავთ ვინც მადევნებთ თავს, ხო, ამასობაში ინტრიგა შევინარჩუნოთ.